Admiral Markets ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საქართველოსაც უნდა იფიქროს ამ მიმართულებით და დავიწყოთ მუშაობა სათანადო რეგულაციების მისაღებად. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საბანკო სექტორი აქამდე არის იშვიათი წარმატებული გამონაკლისი ქვეყნის ეკონომიკაში. ნებისმიერი შეცდომა ამ სფეროში გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს თუ დავდგებით ფაქტის წინაშე მოუმზადებლები. Admiral Markets-ის მონაცემებით დღეს დოლართან მიმართებაში წამყვანი ვალუტები და ძვირფასი ლითონების ფასები შემდეგნაირად გამოიყურება. ფასმა მოიმატა ფუნტ სტერლინგზე და შვეიცარიულ ფრანკზე 0.1%. ფასმა დაიკლო უმნიშვნელოდ ნავთობზე 0.11%. ევრომ დოლართან მიმართებაში მოიმატა 0.15%. წყვილი კვლავ იმყოფება ფლეტურ მოძრაობაში, რომლის საზღვრებია 1.38 და 1.365 ნიშნულები. ამჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს ამ ნიშნულებს შორის. დღეს ნავთობის ფასი შემცირდა უმნიშვნელოდ 0.11% და ბარელზე 97 დოლარი და 37 ცენტი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობისას ოქროს ფასმა მოიმატა უმნიშვნელოდ 0.1% და უნციაზე 1245 დოლარი შეადგინა.